სწორედ ავტოსაგზაო მოძრაობას უკავშირდება სამოქმედო გეგმა, რომელიც დღეს მერმა სფეროს სპეციალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო. დოკუმენტის მიზანი დედაქალაქის გახშირებული საცობებისგან განმუხტვა. პრობლემის გამომწვევ მიზეზებს შორის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარების და მძღოლთა კომპეტენციის გარდა ავტომობილების მკვეთრად გაზრდილი რაოდენობა სახელდება. დედაქალაქის მთავრობის ინფორმაციით 2010 წლის მონაცემები წელს გაორმაგებულია. გზების მოწესრიგება, ახალი ავტობუსების შემოყვანა და ტრანსპორტით ყველაზე დატვირთულ მონაკვეთებზე შუქნიშნების და საგზაო კვანძების მოწყობა იმ გეგმების არასრული ჩამონათვალეა, რომლებსაც მერია თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემის გადასაჭრელად ანონსებს. ზაფხულის დასრულებასთან ერთად დედაქალაქში საცობების სეზონი იწყება. გადატვირთული გზები წლებია დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. მანქანების რაოდენობის ზრდასთან ერთად უფრო და უფრო იზრდება გადაადგილებისთვის საჭირო დროის ინტერვალი. მერიამ პრობლემის აღმოფხვრვის მიზნით დღეს სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. არის იგივე მეტროს მიმართულებით, ავტობუსების მიმართულებით, საბაგირო ხაზების მიმართულებით გარკვეული სიახლეები, რომელიც უკვე განხორციელებულია. მესამე მიმართულება ეს არის რეგულაციების კუთხით ჩვენ გვაქვს განხორციელებული დასუფთავების მანქანების, დისტრიბუციის მანქანების რეგულაციები. სააკაძის მოედანი ერთ-ერთი იმ განხორციელებულ პროექტებს შორის, რომლის ტესტირება ამ დრომდე გრძელდება. დედაქალაქის მერის განმარტებით მას შემდეგ, რაც ქალაქი სრულად დაიტვირთება, შუქნიშნების სათანადო დარეგულირება მოხდება. საცობებისგან ქალაქის განმუხტვის გეგმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს ითვალისწინებს, მათ შორის მიწისქვეშა და მიწისზედა საპარკინგე ადგილების მოწყობას, რომელთა მშენებლობების დაწყებაზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. კიდევ ერთი მიმართულება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას ეხება. მანის ფირმის ავტობუსები ნარმანიას განმარტებით დედაქალაქის ქუჩებში მალე გამოჩნდება. ამ წლის შემოდგომაზე გაიხსნება შინდისის-კრწანისის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ასევე ერთ-ერთი ძალიან სტრატეგიული და მნიშვნელოვანი გზაა. გარდა ამისა იწყება ცინცაძე-კარტოზიას ქუჩაზე კვანძის მშენებლობა. 2014 წელს მხოლოდ 9 მილიონი კვადრატული მეტრი გზა დაიგო და საერთოდ ზოგადად ესე იგებოდა. 2016 წლის გეგმა დაახლოებით 1.4 კვადრატულ მეტრს მიაღწევს. სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია საქალაქო სამსახურების წარმომადგენელთა გარდა დარგის სპეციალისტებიც დაესწრნენ. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ხედვები და გეგმები მისაღებია, თუმცა დაგვიანებული. მიმაჩნია, რომ დაგვიანებით იქნა წარმოდგენილი ეს პროექტი და მერის ეს შემადგენლობა სავარაუდოდ ამ პროექტს ვეღარც განახორციელებს, იმიტომ რომ ძირითადი ნაწილი 2017 წელს არის დაგეგმილი. ის პუნქტები, რომლებიც დღეს იქნა წარმოდგენილი, პრინციპში არის მისაღები. თავარი არის რამდენად კვალიფიციურად და რამდენად დროში დაგეგმილად იქნება განხორციელებული. დედაქალაქში საცობების ერთ-ერთ მიზეზად ავტომანქანების რაოდენობის გარდა მძღოლების მართვის კულტურა სახელდება. სამოქმედო გეგმა მძღოლების ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიებსაც გულისხმობს.